მიწე 6 წლის. სწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ფოტოების გადაღება და ჩაის გამზადება. ხანდახან ვამზადებ კი და ჩემი და მე მეხმარება ხანდახან. წყალს ვადუღებ, შაქარს ვყრი და ჩაის ფერს. ჩაის ვაყოლებ პურს და არაჟამს. ჩემი საყვარელი საჭმელები არის ლობიო და ხინკალი. მინდა ვიცოდე ჩორბის გაკეთება. დედიკოს აქვს ოქროს ხელები და ყველა საჭმელს ამზადებს გემრიელად. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და დედა და მამა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ელენე. ის არის ცოტა ცელკი, მაგრამ ჭკვიანი არის. ჩემი აზრით ელენე რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი, იმიტომ მხატვა ძალიან უყვარს. მამიკო არის მხიარული, სიმპათიური და ხანდახან ჩხუბით ვთამაშობთ. ის რომ მარტყამს თამაშით ხელებს, მეც ვარტყამ თამაშით. მამიკოს ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. იმიტომ რომ ერთად თამაშობენ ერთს. ჩემნაირად. როგორც მამა მე თამაშება. დედიკო არის ლამაზი, მზურველი და ჭკვიანი. ძალიან მიყვარს ეგეც და მამიკოც. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ახლა მინდა მე ვიყო 27 წლის, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ციფრია ჩემი აზრით. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლებელი მხიარულია და ძალიან ჭკვიანი და ძალიან მიყვარს. ჩემი მეგობრებიც ხანდახან თამაშობთ ერთად და ძალიან მხიარულები არიან. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის მარიამ შანიძე. ყველაზე ჭკვიანი არის იოანე მოდებაძე. ყველაზე ბედნიერი არის ემილ ხმშიაშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, მშვიდი და ბრანჭია. როგორ ვიბრანჭები, სარკეს ვარდგები ხანდახან ვიბრანჭები და ისე ვიღებ ფოტოებს, როგორც მე რა ვიშოვე. რო ვიბრანჭები, ყველაზე უფრო მიყვარს დედაშვილებთან სტუმრობა. ზოგჯერ მიყვარს რესტორნებში სიარული. დედასთან, მამასთან და ჩემ დაიკოსთან. შაურმას და ბურგერს ვჭამ ხანდახან. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის თამარ შალიკაძე, ჩვენი დამრიგებელი. იმიტომ მიყვარს მასწავლებელი, რომ ძალიან მხიარული და ლამაზია. ყველაზე მეტად კაბებს იცმევს, ლამაზად იბრანჭება და ძალიან ლამაზია და იმიტომ მიყვარს. მე რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მასწავლებელი თამარ შალიკაძის ნაირად ლამაზი. ბავშვობაში უბრალოდ მინდოდა გავიზრდილიყავი. მე ასევე ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და ხანდახან ფოტოსეზიებზეც ვარ ნამყოფი. ახალ ლამაზ კაბებს ვიცმევდი, თან დედამ წამიყვანა დედას ძველ სამსახურში. მე ვარ ძალიან ლამაზი მოდელი გოგო. ხშირად მიფიქრია მოდელობაზე. ყველა უნდა იყოს ჩემი ფოტოები, რომ ხალხი დადგმებს. ხანდახან ქუჩაში მაყოლებენ თვალს, რა ლამაზი გოგო არისო. მე ყველაზე მეტად გავარ მამიკოს, იმიტომ რომ ისიც სუსტია და მეც სუსტი ვარ. მაგრამ ჩემი დაცგავს, იმიტომ მამას ყავისფერი თვალები აქვს და ჩემთასაც. დედიკოს უფრო გავარ პრინცესობაში და ჭკვაში. კარგი ტელეფონი მაქვს და მე თვითონაც კარგ ფოტოებს ვიღებ. მე ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა, ჩემი დღისწავლე. სკოლაში ზემი მქონდა და როცა მასწავლებელი მასწავლიდა თან ძალიან მაგრად მომწონდა ის ცეკვა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის კინტაური. თუ გინდათ ეხლაც განახებთ როგორ ცეკვავთ. 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 მე მაქვს გადაწყვეტილი შევიდე ცეკვის წრეზე, მაგრამ თავარია მასწავლებელი არ იყოს ბრაზიანი. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემს აქვს პეპი გძელის წინდეს წიგნი და ხანდახან ვკითხულობ. ჩემი საყვარელი ფილმი არის კარიბის ზღვის მეკობრეები. საშიში რო არ იყოს სიამოვნებით ვთამაშებდი მთავარ როლს. შედასმული ჯოხი რომ მქონდეს ყველას დავეხმარებოდი, მაგრამ მით უმეტეს ძაღლებს თავში ფარსანს გავუკეთებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თბილისში და იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მე რონი არ მერქვას
მერქმეოდა ლილე. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასე შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის iPhone 14. ბედნიერება არის ყველას ერთად ცხოვრება. მაგალითად, ჩემს ოჯახში, მამასთან, დედასთან ერთად და ჩემთან ერთად და ჩემთან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.